მოგესალმებით, პირველ რიგში მოგილოცავთ აღდგომის დღესასწაულს და მიულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს დღესასწაულს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა, ქრისტე აღსდგა, ულოცავ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ციხის საკნიდან საქართველოს თავისუფლებისთვის და საქართველოს იმ მსგავსი დღის მოახლოებისთვის იბრძვიან, როგორი დღეც გუშინ იყო უნგრეთში და მართლა მთელი ევროპის, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოს ყურადღება მთელი დღის განმავლობაში იყო მიპყრობილი უნგრეთში მიმდინარე არჩევნებისკენ და ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენა არის, როგორ შეიძლება ავტორიტარიზმი ერთ დღეში დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამას წინ უძღოდა ბუნებრივია ორწლიანი ძალიან სერიოზული მუშაობა, მაგრამ სისტემა, რომელიც შექმნა ავტოკრატმა, რომელმაც 16 წლის განმავლობაში აშენა თავისი ძალაუფლების გამყარებისთვის და ჩაბეტონებისთვის არა მხოლოდ საარჩევნო სისტემა, არამედ სასამართლო მიტაცებული სასამართლო სისტემა, მედია გავლენები, ყველაფერი ხელისუფლების ხელში იყო უნგრეთშიც, ისე როგორც ხდება ეს ავტორიტარულ ქვეყნებში. აბსოლუტურად გეთანხმებით და საბოლოოდ ეს ყველაფერი მასვე მოუბრუნდა უკან და ეს არ არის უბრალოდ მისი დამარცხება, ეს ნიშნავს, რომ მან ოპოზიციამ აწუყე ხელისუფლებამ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც აძლევს იმის შესაძლებლობას ახალ ლიდერს პეტერ მადიარს და მის გუნდს, რომ უნგრეთი ახლა დააყენოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ყველაფერი, რაც ორბანმა დაანგრია, დემოკრატიული სივრცე, დემოკრატიული სტანდარტები, კვლავ მოიყვანოს ისევ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ვისაუბროთ რამდენიმე დეტალზე, მთავარ მიმართულებებზე ბუნებრივია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირდაპირი პარალელები ყოველთვის არ შეიძლება გაევლოს ხოლმე, მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწავლა მოუწევს საქართველოსაც იმ საზოგადოებას, რომელიც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არის უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის და მთავარი არის, რომ რწმენა უნდა დაიბრუნოს ხალხმა იმისა, რომ ცვლილებები არის პირველ რიგში ხალხის ხელში, ეს ყველაფერი წყდება არა სადღაც საზღვარგარეთ, არამედ ჩვენს ქვეყანაში. მთავარი არის ამისთვის გაკვეთილის სწავლა მოუწევს ხალხსაც რწმენა მის გამყარებას შეგეთანხმებით, რომ ავტორიტარიზმის მგრევა და რუსეთის მარცხი, რომ შესაძლებელია ეს უნგრეთში განვითარებული მოვლენები არის კარგი დასტური ამის, თუმცა ალბათ გაკვეთილის სწავლა მოუწევს მადიარის მაგალითზე და მისი პარტიის მაგალითზე ოპოზიციურ სპექტრსაც საქართველოში, აი რა გაკვეთილი შეიძლება იყოს ეს პოლიტიკური სისტემის. ხო, თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, ხალხმა უნდა გამოიტანოს დასკვნა და ირწმუნოს თავისი ძალის, საკუთარი ძალისა, მაგრამ ბუნებრივია ოპოზიციურმა სპექტრმაც ავტორიტარულ სისტემებში შესაძლებელი არის რღვევის გამოწვევა კონსტიტუციურ ჩარჩოებში, კანონმდებლობის ფარგლებში, თუნდაც ისეთი კანონმდებლობის, რომელსაც ავტორიტარი თავის თავზე ირგებს ხოლმე, ხო? უნგრეთის საარჩევნო სისტემა გაცილებით უარესი არის, ვიდრე ქართული საარჩევნო სისტემა და მარტივად რომ აუხსნათ მაყურებელს, ეს იყო მაჟორიტარულ პროპორციული სისტემის ის მახინჯი ნაზავი, რომელიც ჩვენც გვქონდა, ხო, საქართველოში 2024 წლის არჩევნებამდე, როდესაც შესაძლებელი იყო კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მიუხედავად მისი მხარდაჭერისა მოეპოვებინა თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობა. მე შეგახსენებთ 2016 წელს, როდესაც ქართულმა ოცნებამ როგორც პარტია მიიღო 48%-იანი მხარდაჭერა ოფიციალური შედეგებით, მაგრამ მას ჰყავდა პარლამენტში 3/4-ის უმრავლესობა. რატომ? იმიტომ კი არა, რომ მაჟორიტარული სისტემა ცალკე აღებული არის მახინჯი და არადემოკრატიული, ამერიკაში ორივე პალატა მაჟორიტარული სისტემით აირჩევა, მაგრამ როდესაც არის ეს შერეული მოდელი, ეს იმას ნიშნავს, რომ პროპორციული ნაწილი ჩვენ შემთხვევაში 150 დეპუტატიდან იყო 77. აი იმ 77-ზე ნაწილდება პროპორციული წილი, რასაც პარტიას იღებდა, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც მმართველ ძალას თავისი ადმინისტრაციული რესურსით და ასე შემდეგ, ჰქონდა ხოლმე როგორც წესი უპირატესობა, ეს
ავტომატურად ჯამდებოდა და მივიღეთ ის, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლო კონსტიტუციის თავის თავზე მორგებას 2016 წლის მოწვევის პარლამენტში, მე-9 მოწვევის პარლამენტში და ანალოგიური იყო ახლა უნგრეთშიც, ხო? სამი ძირითადი პრობლემა იყო. ერთი ის, რომ პროპორციული წილი ჯერ ორბანმა შეცვალა და მაჟორიტარული წილი გაზარდა, 106 მაჟორიტარული ოლქი იყო 199 წევრიან პარლამენტში. და ამას გარდა მან გამოიყენა ეგრეთ წოდებული ჯერიმანდერინგის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ოლქები თავისი მხარდამჭერების რაოდენობას მოარგო. შესაბამისად, მაგალითად, ურბანულ ცენტრებში, სადაც ოპოზიციის მხარდაჭერა იყო, იქ შეამცირა მანდატების რაოდენობა, ხოლო სადაც მას მეტი მხარდაჭერა ჰქონდა, ხელოვნურად გაზარდა და ამითი მას ჰქონდა ხოლმე ყოველთვის უპირატესობა და მესამე რაც მნიშვნელოვანია, მან გააუქმა მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურის შესაძლებლობა. ზუსტად ერთი ერთში, რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის არჩევნებში. იყო მთავარი უპირატესობა მისი კონკურენტის, რომელიც ახლა ხელისუფლების დაკომპლექტების პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს და რა გახდა გადამწყვეტი უნგრელი ხალხისთვის ამ 16 წლიანი ავტორიტარიზმთან ბრძოლის პროცესში, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გაუარესებულ გარემოზე ვსაუბრობთ, ან უნდა გამოგვჭეს, რომ ვახსენეთ სასამართლო სისტემა და ასე შემდეგ, დაშინების ნაწილიც ძალიან მძიმე იყო წლების განმავლობაში უნგრეთში, ისევე როგორც ეს ხდება თუნდაც საქართველოში, რადგან პარალელს საქართველოსთან ვავლებთ. დაშინება პირველ რიგში, მოწყვლად ჯგუფებზე მუშაობა ორბანის რეჟიმის მხრიდან, ეს იყო თავისუფალი მედიის შეზღუდვა, ეს იყო არასამთავრობო სექტორის შეზღუდვა, რუსული კანონი როგორც ჩვენთან იყო, ისევე იყო უნგრეთში, ასევე არსებობდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი, ეს ყველაფერი, რაც ჩვენ გავიარეთ, ის გზები გაიარა უნგრელმა ხალხმაც, მაგრამ მათ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ირწმუნეს ახალი ოპოზიციური ძალისა. რეალურად ყველაზე სწორად მოიქცა მადიარი, რომ 2 წლის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ხელფეხი შეკრული ჰქონდა თუნდაც მედია სივრცეში, თუნდაც სხვა საკომუნიკაციო საშუალებებში, მან მოახერხა და მოიარა დაახლოებით 700 დასახლება უნგრეთში. პერსონალური შეხვედრები ჰქონდა და ელაპარაკებოდა ადამიანებს არამხოლოდ იმაზე, რომ ორბანი არის გლობალურად პრო-რუსი, ანტიევროპელი პოლიტიკოსი და კორუმპირებული პოლიტიკოსი, ის აკეთებდა ხალხის რეალურ პრობლემებზე აქცენტირებას, იმაზე, რაც რეალურად აწუხებს საზოგადოებას და არა გლობალური გეოპოლიტიკური საკითხები. გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც დასრულდა გამარჯვებით და რაც მთავარია, უნგრელმა ხალხმა ირწმუნა ის, რომ მის ხელში შეიძლება იყოს გამარჯვების გასაღები და ეს გამოიყენა პირველ რიგში არა მადიარმა, არამედ გამოიყენა უნგრელმა ხალხმა და რეალურად ორბანის მიერ შექმნილი სისტემა მთლიანად ჩამოანგრია, შეუტრიალა რა მას ეს ყველაფერი საპირისპიროდ. ჩვენთვის ეს უნდა იყოს გაკვეთილი იმისა, რომ თუ ჩვენ ვირწმუნებთ ჩვენს ძალას, გულისხმობთ ჩვენ ხალხს და იმ ვითარებაშიც კი, ხო, რომელიც არის უსამართლო შეიძლება, მაგრამ შეუშინებლად და მტკიცედ ვიდგებით ჩვენი ღირებულებების და იმ ხვალინდელი დღის იმედის დასაცავად, რომლისთვისაც ამდენი ხანია ისედაც ვიბრძვით, ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. სხვა მაგალითებიც არსებობს უნგრეთის გარდა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნგრეთი არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ავტორიტარიზმი და ავტოკრატიული რეჟიმი დასრულდეს არჩევნების გზით. მაღალი აქტივობა და ხალხის მონაწილეობა უმთავრეს პოლიტიკურ პროცესში, რასაც ქვია არჩევნები, არის პირდაპირი ბარიერი და გადაულახავი ბარიერი, როდესაც კრიტიკულ ნიშნულს აცდება ნებისმიერი ავტოკრატიული ხელისუფლისთვის, ასე მოხდა ორბანის შემთხვევაშიც. და მე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პარალელი მინდა გავავლო, საარჩევნო ცვლილებები, რომელიც გააკეთა ქართულმა ოცნებამ 24 წლის არჩევნების შემდეგ, მართალია ეს ეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, მაგრამ რომ ნახა ივანიშვილმა, რომ 24 წელსაც კი თბილისი ისე წააგო, რომ მას შანსი არ ექნებოდა 25 წლის არჩევნებზე მისი მოგების, მან შეცვალა საარჩევნო სისტემა და გაზარდა ისევ მაჟორიტარების პროპორციული წილი.
თბილისის საკრებულოს მაგალითზე 50 წევრიან საკრებულოში თუ ადრე 40 იყო პროპორციულად გასანაწილებელი მანდატი გაზარდა 25-მდე და 10 მაჟორიტარული ოლქიდან გახადა 25 მაჟორიტარული ოლქი. ეს არის ზუსტად ერთ-ერთი ის, რაც გააკეთა ორბანმა თავის დროზე და გააუქმა აგრეთვე მეორე ტურები. ეს მაინც იმის სადემონსტრაციოდ, რომ 25 წლის არჩევნებში რომ შესულიყო ოპოზიცია სრული ძალით, რამდენად დიდი იქნებოდა წინაღობა ეს ქართული ოცნებისთვის და თუ დედაქალაქს ეყოლებოდა ოპოზიციური მმართველობა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ანუ რეჟიმის ცვლილების არჩევნებისათვის ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ბალავარი. მადლობა.